მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდე, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სასაუბრო თემა არის ზაფხული, ბავშვები და პირველადი გადაუდებელი დახმარება. დღეს ვისწავლით იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი პირველივე წამებში, როცა ბავშვს დახმარება სჭირდება, როგორ შეუქმნათ უსაფრთხო გარემო და ასევე ვისწავლით იმას, თუ რატომ არის აუცილებელი პირველადი გადაუდებელი დახმარება ყველა მშობლის საბაზისო უნარი. მოგესალმებით ნანა, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ და ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ ბავშვთა პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. მოდი სწორედ ასე დავიწყოთ პირველი შეკითხვა, რა არის ბავშვთა პირველადი გადაუდებელი დახმარება, რადგან სწორედ მათზე გვაქვს აქცენტი და რატომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა, აღმზრდელმა, ბებია, ბაბუამ თუ იმ პირმა, ვინც ბავშვთან ატარებს დროს იცოდეს, როგორ აღმოუჩინოს ბავშვს პირველადი გადაუდებელი დახმარება. ბავშვები ხშირად ხდებიან ხოლმე საფრთხის ქვეშ, ამიტომ პირველადი გადაუდებელი დახმარების ტექნიკის ცოდნით შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ ძალიან მარტივად გარკვეული გართულებები. შესაბამისად, როდესაც გარკვეულ უნარებს ფლობთ, სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების დროს როგორ მართოთ შემთხვევის ადგილზე დაზარალებული, ეს გვმატებს მეტ თავდაჯერებულობასაც და გამოსავალი უფრო მარტივია. რადგან როდესაც საგანგებო სიტუაციასთან გვაქვს საქმე, შესაძლებელია დასასრული იყოს ძალიან მძიმე, მაგრამ მძიმე დასასრულის გარდა გარკვეული, ასე ვთქვათ, სიტუაციები ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ქმნის თუ ელემენტარული, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ზომები არ მივიღეთ, როდესაც დაზარალებული არის ჩვენს წინაშე. ამიტომ აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვისთან შეხებაში მყოფი ადამიანები, არამედ ნებისმიერი მოქალაქე ფლობდეს გადაუდებელი დახმარების ტექნიკას სხვადასხვა სიტუაციებში. ნანო, რადგან ჩვენ ზაფხულზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მოდი ასე დავსვამ შეკითხვას, რა თავისებურებები იჩენს ზაფხულში, ამ შემთხვევაში უშუალოდ ბავშვებთან მიმართებაში, თავს და რა რისკები მატულობს ზაფხულის პერიოდში და განსხვავდება თუ არა ზოგადად სეზონურად გადაუდებელი დახმარების საჭიროება. რა საკვირველია განსხვავდება სეზონების მიხედვით, მაგალითად ზამთარში უფრო მეტად ტრამვები ისეთი ტიპის, რომელიც სრიალის შემოტეხილობები უფრო ხშირად არის, თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში არ შეხვდებით ასეთი ტიპის ტრამულ დაზიანებებს. ზაფხული უფრო მეტად ბედნიერებასთან არის ასოცირებული, ბავშვებს ყველაზე მეტად წყალი უყვართ, წყალთან ასოცირებული დაზარალებულები ხშირად შეიძლება შეხვდეთ ასეთ სეზონზე. როგორ უნდა ვუშველოთ ბავშვს იმ შემთხვევაში, თქვენ აი ზღვა ხსენეთ, ხო? არა მხოლოდ ზღვა, მდინარეც და ასეთი შემთხვევები მართლა სამწუხაროდ ზაფხულის პერიოდში საკმაოდ ხშირია ხოლმე. როგორ უნდა ვუშველოთ ბავშვს, რომელიც წყალში იხრჩობა, ან ვთქვათ, რაღაც მიადგა ზიანი და ვერ ახერხებს, რომ ვთქვათ, ისუნთქოს თუნდაც, ან ასე შემდეგ, ან ბევრი წყალი ყლაპა და უნდა ამოვუღოთ კი ბატონო ეს წყალი ორგანიზმიდან. მინდა გითხრათ, რომ ეგრეთ წოდებული დახრჩობა, ანუ როდესაც ადამიანი წყალში ჩაიძირება, სითხე ახდენს გარკვეულ გავლენას მის ჯანმრთელობაზე, ანუ იწვევს ჰიპოქსიას, რაც ჟანგბადის დეფიციტს ნიშნავს. განსხვავდება პირველადი დახმარება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის წყალში მოხდა ჩაძირვა. მაგალითად, მდინარეში დახრჩობა, ანუ მდინარეში მოხვედრილი დაზარალებული, სხვანაირად საჭიროებს დახმარებას, ვიდრე ის ადამიანი, ვინც ზღვაში ჩაიძირება. რადგან მდინარე მოგეხსენებათ, ეს არის ნაკადი, რომელიც მოედინება და ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად შესაძლებელია ჩაძირვის მიზეზი გახდეს ტრამვული დაზიანება, იმიტომ რომ მდინარეს მოაქვს მორები, ქვები და ასე შემდეგ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია აქ იყოს ერთგვარი მსგავსი ტიპის დაზიანება. ზღვას რაც შეეხება, ზღვასთან მიმართებაში ესეთი უფრო ნაკლებად, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ღელვა იყოს ისეთი დიდი, რომ გამოიწვიოს დაზიანება, თუმცა როცა საქმე ბავშვებს ეხება, წყლის სიღრმე აქ მეორე ხარისხოვანია, რადგან სიღრმის მიუხედავად შეიძლება იქნეს, ასე ვთქვათ, დაზარალებული აღმოჩნდეს ჩვენს წინაშე. ასეთ დროს უფრო უკეთესია, რომ ამოყვანა შევძლოთ დამხმარე საშუალებით, ვიდრე ფიზიკურად. თუ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გარკვეული ტიტივათი ან ჯოხით, სამაშველო ჯოხით ან რაღაც მსგავსით ამოვიყვანოთ დაზარალებული წყლიდან, ეს უკეთესია. ეს ჩვენც დაგვიცავს, რადგან თუ ის პანიკაშია, შესაძლებელია ჩვენც გავხდეთ მსგავს, მოხდეთ იგივე სიტუაციაში. ან გაგვიჭირდეს მისი დაჭერაც და ასე შემდეგ. უკეთესია თუ მეორადი საშუალებით მოვახდენთ ამოყვანას, მაგრამ თუ ამის მოხერხება ვერ ხდება,
გვიწევს ხოლმე ჩვენ თვითონ მოვახდინოთ მისი გამოყვანა უსაფრთხო გარემოში. მაგრამ აუცილებელი და უნიშნულოვანი ფაქტორია გავითვალისწინოთ უსაფრთხო გარემო. თუ ის ადგილი, რომელშიც იმყოფება დაზარალებული უსაფრთხო არ არის ჩვენთვის, კატეგორიულად დაუშვებელია რაღაცა გმირული საქციელის ჩადენა. თუმცა ეს ცოტა ეგოისტურად ჟღერს მესმის, მაგრამ ყველა გადაუდებელი დახმარების პირველი საფეხური და უმნიშვნელოვანესი საფეხური ეს არის უსაფრთხოების შეფასება. რადგან ორი დაზარალებული უარესია ვიდრე ერთი დაზარალებული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიძახებთ პროფესიონალებს და ველოდებით როდის მოვა შემთხვევის ადგილზე. ჩვენ ვახსენეთ სხვადასხვა შემთხვევების დროს გულისა და ფილტვის რეანიმაცია და ჩვენ ოდნავ მოგვიანებით მოდი მაყურებელს ვაჩვენოთ მულიაჟზე როგორ შეიძლება ეს ყველაფერი სწორად მოხდეს. თუმცა მანამდე მინდა ასევე ხაზი გაუსვათ საკითხს, რომელიც ეხება ელექტროშოკურ მდგომარეობას. ხომ აი რა ვშვებით მაშინ, როდესაც ბავშვი ვთქვათ ელექტროშოკს მიიღებს. ელექტროშოკი ერთ-ერთი ასე ვთქვათ საკმაოდ სერიოზული ტრავმა, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, მათ შორის რა თქმა უნდა ბავშვებმა. ბავშვები გამოირჩევიან დიდი ინტერესით ყველაფერს შეეხო. და დენცქვიტებში განსაკუთრებული. კი ბატონო, ნუ არ შემიძლია რომ ისე შეიძლება მოსაბეზრებელია რომ ამდენჯერ ვიმეორებ, მაგრამ პრევენციას ხაზი არ გაუსვა, აუცილებელია რომ მოვახდინოთ დახშობა ამ წყაროს, სადაც შეიძლება ბავშვმა ხელი ასე ვთქვათ უადგილო ადგილზე მოათავსოს და ამის გამო გარკვეული ტიპის ტრავმა მიიღოს. ასეთი რეკომენდაციაც კი არსებობს პედიატრთა ასოციაციების მიერ, რომ როდესაც თქვენი ბავშვი ფეხზე სიარულს იწყებს, თქვენ უნდა დადგეთ მუხლებზე, გაუთანაბრდეთ მის სიმაღლეს და შეაფასოთ ირგვლივ გარემო, რა შეიძლება თვალით ცდომადი იყოს მისთვის ისეთი, რასაც თქვენ ზემოდან ვერ ამჩნევთ. ამიტომ ყველანაირი ეს საფრთხე შემცველი საშუალებები თავიდან უნდა ავირითოთ. ელექტროტრამვის დროს წამყმანი დაზიანების მიზეზი, სიკვდილიანების მიზეზი არის გულის გაჩერება, რადგან ელექტროტრამვა ხშირად აკეთებს არგუჭოვან ფიბრილაციას ან რაღაც ისეთ რითმს, რომელიც გულის გაჩერებასთან არის ასოცირებული, ასისტოლიას ან უპულსო ელექტრულ აქტივობას. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან უმეტესწილად ელექტროტრამვა ასოცირებული არის ფიბრილაციასთან, ყველაზე ეფექტური პირველადი დახმარება არის დეფიბრილატორი, რომელიც არის ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი და სამწუხაროდ საქართველოში ბევრ ადგილზე ხელმისაწვდომი არ არის. ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა და როგორ ვიქცევით ამ დროს, როცა არ არის ხელმისაწვდომი? სახლში არ გვექნება რა თქმა უნდა ეს დეფიბრილატორი, ეს მარტივი არ არის. ელექტროტრამვას აქვს ორი ტიპის დაზიანება. ერთი არის დაუყოვნებლივ, რომელიც თვალსაჩინოა და მეორე ტიპის დაზიანება არის, რომელიც მოგვიანებით დაზიანებასთან არის მოგვიანებით დაზიანება მოკლედ. მოგვიანებით დაზიანება შეიძლება იყოს ყურების დაზიანება, სასმენი აპარატის დაზიანება, თვალის დაზიანება, ნერვული ქსოვილის დაზიანება და კარგადაც რომ გრძნობდეს ბავშვი თავს ელექტროშოკის მიღების შემდგომ, აუცილებლობას მოითხოვს, რომ ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგის და ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის და აი რა პერიოდში შეიძლება რომ გამოიხატოს? რამოდენიმე მაგალითად 2 დღის, 1 დღის განმავლობაში განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება ელექტროტრამვა ვინც მიიღო ასეთ პაციენტს, მაგრამ ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია კარდიული გართულებები. ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ელექტროშოკს მიიღებს, საჭიროებს კარდიოლოგიურ მონიტორინგს. ანუ რადგან შესაძლებელია გულის რითმის დარღვევები დაუყოვნებელი ეფექტით არ იყოს წარმოდგენილი და რამოდენიმე საათში განვითარდეს შემდეგ უკვე. ასეთ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი კლინიკას მომართავს ელექტროტრამვის შემდგომ, ჩვენ ვაკეთებთ მინიმუმ 4-8 საათიან მეთვალყურეობას იმის მიხედვით, რა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაზიანება არის თუ არა დამწრობის სახით წარმოდგენილი და ასე შემდეგ. რეალურად ყველაზე კარგი თვითონ ქვეყანაში იქნებოდა ის, რომ ხალხ მრავალ ადგილებზე ხელმისაწვდომი იყოს ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, რადგან სიკვდილიანობა უმეტესად არის ასოცირებული იმასთან, რასაც გამოაჯანმრთელებს ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ნანო, ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ დამატებით ხელსაწყოებზე და ადგილზე წარმოდგენილი გვაქვს პირველადი დახმარების ჩანთა. როდესაც ქალაქიდან გავდივარ, ამ ზომის მთლად არა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ მნიშვნელოვანი ნივთები და მედიკამენტები ყოველთვის თან ვიქონიო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვთქვათ ნებისმიერ ქალაქში თუ სოფელში არის ასე თუ ისე შესაძლებელი აფთიაქის ახლო-მახლო მოპოვება, მაინც რაღაცნაირად თითქოს უფრო მშვიდად გავდივარ ხოლმე ქალაქიდან, როდესაც თან მაქვს ეს ყველაფერი. თუნდაც იმ კუთხით, რომ იქნებდა გზაში მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სადაც არ არის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი. მოდი მაყურებელს ახლა გავუხსნათ ეს ჩანთა და დეტალურად ვაჩვენოთ
რა ნივთები უნდა იდოს პირველადი გადაუდებელი დახმარების ჩანთაში და რატომ არის აუცილებელი, რომ როდესაც ქალაქს ტოვებთ, ან თუნდაც არ ტოვებთ, მაგრამ რაღაცა სახლში გქონდეს, ხო? აი, რატომ არის აუცილებელი ამ კითხვით დავიწყოთ და შემდეგ უკვე დავათვალიერებთ ეს. აუცილებელია, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირველად გადაუდებელ დახმარებაზე, დრო ლიმიტირებულია. თქვენ შეგიძლიათ მით უმეტეს თბილისში ან ნებისმიერ საქართველოს ქალაქში აფთიაქთან მალე მიხვიდეთ იმ დრო, მაგალითად, წლების წინ უფრო ნაკლებად ძნელად შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს დრო ლიმიტირებულია. თუ თქვენ მაგალითად შემთხვევის ადგილზე ყავთ დაზარალებული, რომელმაც მიიღო დამწვრობა, აი პირობითაც ცხელი წყლით დაიწვა ხელი, თქვათ. დრო არ გვაქვს იმ რაოდენობით, რომ ჩვენ მოვახერხოთ უახლოეს აფთიაქში წასვლა და მოტანა. შესაძლებელია გადაუდებელი დახმარების ჩანთა ღამის საათებში დაგჭირდეს. მაგალითად, ტკივილის კუპირების მიზნით, თუ ბავშვია საუბარი, ცხელების კუპირების მიზნით და ასე შემდეგ. ამიტომ გადაუდებელი დახმარების ჩანთა ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს და საჭიროებს გარკვეული დროში ერთხელ შემოწმდეს ვადისიანობა და ასე შემდეგ და სისავსე მისიანო, რამდენად გვაქვს ის ნივთები, რაც გვჭირდება. გადაუდებელი დახმარების ჩანთაში რა ნივთი უნდა იდოსო, როცა ეს შეკითხვა ჟღერდება, ცოტა კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ოჯახის წევრების საჭიროებაზე. შესაძლებელია თქვენ რომელიმე ოჯახის წევრს გქონდეს ისეთი საჭიროება, რომ ისეთი გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობა გჭირდებოდეთ, რომელიც სხვას არ ჭირდება საერთოდ. მაგალითად, როდესაც ქრონიკული რაიმე ტიპის ქრონიკული დაავადება. აბსოლუტურად გეთანხმებით. თქვათ დიაბეტი აქვს და გჭირდებათ გლუკოზის ან ასთმა, მაგალითად, კი ბატონო, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ მაგალითად ასთმის მართვის გარკვეული აღჭურვილობა ყველას ჩანთაში იდოს, ხო? მაგრამ ზოგადად რომ ვისაუბროთ, გადაუდებელი დახმარების ჩანთა შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან. ეს არის აი მაგალითად ზოგადი ნივთები, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ გადახვევა მაგალითად შეიძლება იყოს გარკვეული დამწრობის გადასახვევის საშუალებები თუ დამწრობითი დაზიანება მივიღეთ. შესაძლებელია იყოს ერთჯერადი სტერილური ბინტების სისხლდენის შესაჩერებელი საშუალებები, სხვადასხვა ტიპის სისხლდენის შესაჩერებელი საშუალებები. აუცილებლობას მოითხოვს, რომ გქონდეს ერთჯერადი ხელთათმანები, დიახ. ასევე სასურველია თუ გვექნებოდა მედიკამენტები, ოღონდ ზოგადი მოხმარების, მაგალითად, კიბოგამაყუჩებელი სიცხის დამწევის საშუალება. ბავშვთან თუ გვაქვს საქმე, კარგი იქნებოდა თუ ელექტროლიტებიც და მსგავსი ტიპის საშუალებები, რადგან გასტროენტერიტი ხშირად ქალაქიდან გასვლასთან ასოცირდება. წერის ნაკვენი საწინააღმდეგო საშუალებები. მედიკამენტებში ასევე ანტიჰისტამინური საშუალებებიც რეკომენდებულია. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ გარეშე საქართველოში ძალიან დიდი სიყვარულით აი ახლაც ჩემი ჩანთა რომ შეამოწმოთ. საქართველოში დიდი სიყვარულით სარგებლობს. აუცილებლად მაგალითად ეს შეიძლება ცნობილი არ იყოს საზოგადოებისთვის, აუცილებელია რომ გქონდეს ატრამული მაგრატელი. ანუ ეს განსხვავებული მაგრატელია, თუ თქვენ მაგალითად საქმე გაქვთ ისეთ დაზიანებასთან, რომელიც მოითხოვს ტანსაცმლის სწრაფად გახდას, აი მაგალითად დამწრობის ან ალების დროს, ჩვენ ატრამული მაგრატელით შეგვიძლია ტანსაცმელი ანუ ნების თქვათ ნახვევიც მოვაშოროთ ისე რომ მისი ერთი პირი არ გვაძლევს საშუალებას რომ დაზიანება მოვუტანოთ და ჩვეულებრივი მაგრატელის დროს შესაძლებელია დამატებითი დაზიანება გამოიწვიოს. შესაძლებელია მაგალითად გქონდეს გარკვეული ხსნარები, რომელიც დამწრობას გვარიდებს თავიდან. სასურველია რომ ესეთი ხსნარებიც გქონდეს. და სხვადასხვა შემადგენელი ელემენტები იმის მიხედვით თუ რასთან გვაქვს საქმე. თუ საქმე ალერგიულ რეაქციას ეხება, დექსამეტაზონზე უფრო პრიორიტეტული არის ადრენალინის ავტოინჯექტორი ან თვითონ ადრენალინის ამპულა, რომლის გამოყენებაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეისწავლოთ თქვენი პედიატრისგან ან თქვენი ოჯახის ექიმისგან, ან გადაუდებელი დახმარების ტრენინგზე ხდება სრულად ამის შესწავლა. კი ბატონო. აქვე მნიშვნელოვანია ბავშვები როგორ უნდა მოვამზადოთ ამ დროს. სასურველია რომ მათაც გქონდეთ წინასწარი ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესახებ, რომ არის ვთქვათ რაღაც სიტუაცია მოსალოდნელი, რომ შესაძლოა ასე მოხდეს. რამდენად აუცილებელია რომ ბავშვები ინფორმირებულები იყვნენ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო და კარგი შეკითხვაა, ესეთი საინტერესო შეკითხვაა. ვირულად მესმის, იმიტომ რომ ნახეთ რა მინდა იცით, რატო არის საინტერესო შეკითხვა, რა მინდა გითხრათ. 8 წლის ბავშვსაც, 8 წლის ასაკის ბავშვსაც კი შეუძლია გამოიყენოს ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი. ანუ თუ დაზარალებული იქნება 8-10 წლის და ასეთი პატარა ასაკის ბავშვის წინაშე და მას ერთხელ მაინც გამოუყენები ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლებს ამის გამოყენებას. წარმოიდგინეთ რა სერიოზულ რაღაცაზე გვაქვს საუბარი და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პატარებთან, ნუ წარმოგვიდგენია რომ ისინი რაღაცას ვერ იგებენ ან არ ესმით. რატომღაც ეს არსებობს, რომ თუ ჩვენ ავუხსნით რომ ცხუნვარე მზის საათებში ჩრდილში უნდა დადგეს და გამოიყენოს მზისგან დამცავი კრემი, მაშინ როცა თქვენ მის გვერდით
მოდით არ ხართ, რადგან შეიძლება მზემ დამწრობა გამოიწვიოს და ასე შემდეგ, მათ ეს ძალიან კარგად ესმით. ამიტომ თუ თქვენ ამაში ენერგიას ჩადებთ და მას ინფორმაციას მიაწვდით, თქვენ უკან ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ. თუ აუხსნით, რომ ისეთ წყალში არ უნდა გადახტეს, რომელიც არ იცის რა ტიპის წყალია, შეიძლება არ იყოს საკმარისად ღრმა და ტრამვული დაზიანება მიიღოს. თუ აუხსნით, რომ უცხო ნივთები ქუჩაში რომ იპოვის არ გახსნას, არ მიირთვას ისეთი მცენარე და რაღაც ისეთი ხილი, რაც არ იცის რა და შეიძლება იყოს ტოქსიური, მათ ძალიან კარგად ესმით ეს. ამიტომ თუ თქვენ ამაში ენერგიას ჩადებთ, უკან კარგ შედეგსაც მიიღებთ. ნამდვილად. მაგრამ თქვენ რომ ამაში ენერგია ჩადოთ, ჯერ თქვენ ხო უნდა იცოდეთ რა არის სახიფათო რა არა. ამიტომ სანდო ინფორმაცია უნდა მოიპოვოთ და მე ამასთან თქვენ შულთან გააკეთოთ ასე ვთქვათ, შემცნებითი საათი. კი ბატონო. საინტერესო იყო ნამდვილად საუბარი, ბევრი ახალი მეც შევიტყვე და ახლა მინდა რომ მულესზე უფრო დეტალურად ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა მოვახდინოთ გულფილტვის რეანიმაცია სწორად. და ასევე მინდა ვაჩვენოთ გადაცდენის შემთხვევაში, როგორ ვიქცევით, იმიტომ რომ მეც ჩემს პრაქტიკაში მქონია ჩემი მეგობრების პანიკური რეაქცია, ვაიმე ბავშვს გადასცდა და არ იციან როგორ მოიქცნენ ამ დროს და ამიტომ ვაჩვენოთ ის პრაქტიკული მაგალითები, როგორ უნდა აღმოუჩინოთ ბავშვებს ასეთ დროს პირველადი დახმარება. მოდი გადაცდენით დავიწყოთ, რადგან ეს უფრო მარტივი საკითხია. ერთადერთი რაც მსმენელს უნდა ესმოდეს და ადამიანებს ზოგადად უნდა ესმოდეთ, განსაკუთრებით მშობლებს და უფრო მეტად ბებიებს, იმიტომ რომ ბებიებს უჭერთ ხოლმე ამის დაჯერება, როდესაც ჩვილი ან ბავშვი, ან თუნდაც გასროლი ადამიანი ახველებს პირველადი დახმარება არ უნდა გაუწიოთ. რადგან როდესაც შეტევითი შემაწუხებელი ხველა გვაქვს სახეზე და ეს არის გადაცდენის გამო და ჩვენ თუნდაც მომსწრე ვიყოთ შემთხვევის ადგილზე რომ გადაცდა, ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულს აქვს უცხო სხეულის ნაწილობრივი ობსტრუქცია, ანუ ჰაერი ნაწილობრივ გამავალი. ხველის რეფლექსია ეს არის ის, ანუ ეს ხშირად დაშვებულ შეცდომებში შედის, სხვათა შორის, როდესაც ახველებს ადამიანი და მივდივართ და ზურგში რაღაცებს ვურტყავთ, ფეხებით დაკიდება, მსგავსი ტიპის ტრადიციული მეთოდები შეიძლება გსმენიეთ. როდესაც ახველებს, ეს ნიშნავს, რომ ნაწილობრივ ობსტრუქციასთან გვაქვს საქმე, ანუ ჰაერის გამავლობა ნაწილობრივ შენარჩუნებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხველის რეფლექსით, რომელიც ღმერთისგან ბოძებული რეფლექსია, უფრო მარტივად შეუძლია უცხო სხეულის სასუნთქი გზებიდან ამოგდება, ვიდრე ჩვენი მექანიკური მეთოდები იქნებოდა. ამიტომ ხველის დროს ხელს არ ვუშლით, უბრალოდ ვრჩებით მასთან და ველოდებით, როგორი შედეგი შეიძლება დასრულდეს ეს. აბსოლუტურ უმრავლესობაში თუ თქვენ აცდით ჩვილს, რომ დაახველოს, თქვენ დარწმუნდებით, რომ უცხო სხეული თვითონ დატოვებს სასუნთქს. უმეტესად თუ ჩვილზე ვსაუბრობთ, რძის გადაცდენა, ანუ მსგავსი ტიპის თხევად, თუნდაც იყოს მყარი უცხო სხეული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხველის დროს დახმარებას არ ვაწარმოებთ. როდესაც ის შეწყვეტს ხველას და ჩვენ ხედავთ, რომ მას სუნთქვა უჭერს, მაგრამ ბგერებს ვერ გამოსცემს, ვერც გვეძახის, ვერც ახველებს, ვერც ტირის. ეგ უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს ზედა სასუნთქი გზების სრული ობსტრუქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი დახმარების დროა. პირველადი გადაუდებელი დახმარება ჩვილებში უცხო სხეულის გადაცდენის დროს გულისხმობს სენდვიჩის მანევრის გამოყენებას. სენდვიჩის მანევრის დროს ჩვენ უნდა სასურველია რომ დავჭ. კი ბატონო, სწორად აკეთეთ, შემიძლია გაჩვენოთ. ჩვენ ვიყენებთ ერთ ფეხს, თქვენ უნდა იჯდეთ, რადგან ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში ამის გაკეთება რთულია. ერთი ფეხი ოდნავ წინ მოათავსეთ, კი ბატონო. ოღონდ რომელ ხელშიც გიჭირავს ის? კი ბატონო. დაახლოებით ნახეთ, სასუნთქი გზები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. თქვენ იღებთ ორ თილს აი ესეთ პოზიციაში, ტუჩის კუთხესთან ათავსებთ და სასუნთქებს უხსნით თავის ზემოთ წამოწევით. ნახეთ, თავს ამოძრავებს. ჩულს ასე მარტივად თავის დაჭერა არ შეუძლია. ანუ პირის კუთხეებთან, რადგან პირი არის ღია მდგომარეობაში. თავი წამოუწიეთ, სასუნთქის გზები გახსენით და ნახეთ, ეს ორი თითი, აი ეგეთნაირად, კი ბატონო, მოათავსეთ 30 გრადუსიანი დახრით დაახლოებით და 5 ზეწოლა, ძლიერი ზეწოლა უნდა მოახდინოთ ბეჭებს შორის შემართებელ ხაზზე. აი ესეთნაირად. 2, 3, 4 და 5. 5 ზეწოლის მერე გაშლილი ხელით აფიქსირებთ თავს, ხელით ამყარებთ მის ზურგს და გადაყავთ მეორე მხარეს. ისევ 30 გრადუსიანი კუთხის დახრით არის შენარჩუნებული მდგომარეობა. თუ უცხო სხეული ამოაგდო ან ვიზუალიზირებადია კაუჭისებური მოძრაობით, თქვენ მას ამოიღებთ. თუ უცხო სხეული პირის ღრუში არ ჩანს, ზუძუს დროილების შემაერთებელ ხაზზე 2 თითით აკეთებთ ზეწოლას. 1 5ჯერ. 4 5 თუ 5 ზეწოლის შემდგომ შედეგს ვერ ხედავთ, ისევ აბრუნებთ მეორე მხარეს და ეს გრძელდება მანამ, სანამ უცხო სხეულს არ ამოაგდებს ან დაზარალებული არ დაკარგავს გონებას.
რა ხდება მაშინ, როდესაც კარგავს გონებას? კარგავს, ეგ ნიშნავს, რომ უფრო რთულ სიტუაციაში მოხვდით, ანუ ეს უცხო სხეული არ იძურის შემთხვევის. შესაძლებელია გარდა იმისა, რომ თქვენ უცხო სხეული ამოაგდოთ სასუნთქი გზებიდან, მოახდინოთ უცხო სხეულის პოზიციის ცვლილება და სრული ობსტრუქცია ნაწილობრივში გადაიყვანოთ. ანუ ამას თქვენ მიხვდებით იმით, რომ ის ხველას დაიწყებს. და ხველა არის წითელი ნიშანი იმის, რომ ჩვენ დახმარება არ უნდა ვაწარმოოთ. ამ ტიპის დახმარებას გულისხმობ, ხო? თუ მან დაკარგა გონება, ის უნდა მოათავსოთ მყარ ზედაპირზე. ასეთ შემთხვევაში ამოწმებთ სუნთქავს თუ არა და რა თქმა უნდა არ სუნთქავს, იმიტომ რომ ეს გაგრძელება იმის, რომ უცხო სხეულის ობსტრუქცია აქვს და ჩვენ ვიწყებთ გულფილტვის რეანიმაციას. კომპრესიების წარმოებას მკერდის ძვალზე იმისთვის, რომ სისხლის მიმოქცევა შევინარჩუნოთ. ჩვილებთან ჩვენ ვიყენებთ ორთიც, ძუძუსწვრილების შემაერთებელ ხაზზე ვათავსებთ ორთიც და ვაკეთებთ თუ მარტო ვართ 20 ზეწოლას გულმკერდზე და 2 დამხმარე ჩასუნთქვას. თუ დამხმარე გვეხმარება, ისეთი ადამიანი, ვისაც გადაუდებელი დახმარების ტრენინგი აქვს გავლილი, 15 კომპრესიას ვაკეთებთ და 2 დამხმარე ჩასუნთქვას. ეს იწარმოება ესეთნაირად. ვითვლით ხმამაღლა და როდესაც გავაკეთებთ 20 კომპრესიას, ამ 20 კომპრესიის შემდგომ სასუნთქი გზების გამავლობის გახსნას ვაწარმოებთ და პირით პირში ჩასუნთქვას ვაკეთებთ 2 ჯერ. ამის შემდგომ ისევ 20 კომპრესია და 2 დამხმარე ჩასუნთქვა. 5 ციკლის შემდგომ შედეგს ვაფასებთ, ანუ ეფექტი გვაქვს თუ არა. რა ხდება მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი წყალი გადაყვება და ვთქვათ, ჩვენ მოვახერხეთ მისი წყლიდან გამოყვანა, ხო? ჩვენ დასაწყისში მაყურებელს ვუთხარით, რომ განსხვავებულია ამ დროს რეანიმაცია. აი როგორ ვიქცევით მაშინ? აი მაგალითად თუ წყლიდან დამხრჩვალი ადამიანი ამოიყვანეთ, რომელიც უგონო მდგომარეობაშია, გაუხსნით სასუნთქგზებს და ჩაბერავთ 2 ჯერ და შემდგომ აკეთებთ კომპრესიებს და ჩაბერვებს მონაცვლეობით. თუ თქვენ არ იცით რა არის უგონობის მიზეზი, გულფილტვის რეანიმაციის საფეხურები იგივეა, რაც ნებისმიერი სხვა დაზიანების დროს და ტექნიკა და ტიპი დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. მაგრამ ეს სასუნთქი გზების გახსნა რატომღაც ადამიანებს ავიწყდებათ ხშირად. დიახ, ყველაზე დიდი შეცდომა არის, როდესაც ენის ამოქაჩვას ცდილობენ, პირის ძალით გაღებინებას ცდილობენ. არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი მდგომარეობა, რომლის დროსაც ენის ამოქაჩვა არის საჭირო. ან რომლის დროსაც პირის ძალით გაღება არის საჭირო. ესეთი გადაუდებელი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, არ არსებობს. დავამსხვრიეთ მითი. კი ბატონო, ჩვენ ხსნით სასუნთქგზებს, იოლი გასაგებია, რასაც ვამბობ, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია. როდესაც სასუნთქგზებს ხსნით, ენა როგორც ობსტრუქციის ფაქტორი სასუნთქგზებიდან იხსნება. ამიტომ თუ ეს მოძრაობა სასუნთქგზებს ვერ ხსნის, მაშინ ვერც ენის ამოქაჩვა ამას ვერ გააკეთებდა. ესე იგი რაღაცა დაუყოლება ისეთია, რაც ჩვენ ძალებს მიღმა არის, ხო? გასაგებია, კი ბატონო. მოდი სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ არ არის ყველგან ხელმისაწვდომი დეფიბრილატორი, როგორც ვისაუბრეთ, მაინც ჩვენს მაყურებელს ვიზუალიზაციისთვის ვაჩვენოთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად, თან მით უმეტეს, რომ უკვე აღნიშნეთ ის ფაქტიც, რომ 8 წლის ბავშვსაც შეუძლია მისი. ხო, რაოდენისედაც არ უნდა ჟღერდეს. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი ეს არის უმარტივესი მოწყობილობა და აქედან მოდის ის ფაქტორი, რომ 8 წლის ბავშვსაც შეუძლია ამის გამოყენება. ძირითადად ეს დამონტაჟებულია ხოლმე სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სამწუხაროდ საქართველოში არ არის იმ რაოდენობითაც საჭირო არის. ერთი არის რომ ეს გვაქვს, მეორე არის რომ ვიცით როგორ გამოვიყენოთ, ხო? ანუ გადაუდებელი დახმარების ტრენინგებზე შეგიძლიათ შეისწავლოთ ეს და პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები ბევრ რაღაცაშია ჩაშლილი, ანუ მაგალითად მართვის მოწყობის აღების კურს რო გადიხარ, იქ არის ეგ. თუმცა ეს არის რაღაცა ზერელეთ შეიძლება ითქვას და არა ისე სრულყოფილად, როგორც რეალური სახე ამას აქვს. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი არის მოთავსებული გარკვეულ ყუთში, თქვენ აღებთ ამ ყუთს, როდესაც ამ საჭიროება, ყუთთან ამ მანქანასთან ერთად შეიძლება იქ იპოვოთ სხვა აღჭურვილობა, ნუ აუცილებლად იპოვით, ეს არის საპარსი საშუალება, გასამშრალებელი, ატრამბული მაკრატელი, რომ ტანსაცმელი გახსნათ, იმიტომ რომ ეს ტანსაცმელზე რა თქმა უნდა არ მაგრდება, შიშველ კანზე უნდა მოთავსდეს და მსგავსი ტიპის აღჭურვილობა. თქვენ ხსნით მას, ფერები შეიძლება და ფორმა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ მუშაობის პრინციპი ერთი აქვს. შეიძლება გახსნისთანავე ჩაერთოს, შესაძლებელია თქვენ მოგიწიოთ ჩართვა, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მას აქვს პედები, რომელსაც დაზარალებულს ათავსებთ იმ ინსტრუქციის მიხედვით, რაც მასზეა დატანილი. ნახეთ, აქ თუ ეს არის დიდი ადამიანი, ათავსებთ როგორც შემოხაზულია წითლად, თუ ბავშვია, კონკრეტულად ამ პედს ათავსებთ წინ და უკანა მხარეს ამაგრებთ მეორე პედს. რა თქმა უნდა, ეს ინსტრუქცია არ უნდა დაარღვიოთ, როგორც ხატია, ძალიან მარტივად არის დატანილი მასზე. როგორც კი გახსნით, უნდა ჩართოთ და იწყებთ მის გამოყენებას. აი, თქვა წარმოვიდგინოთ, დაზარალებული არის ჩვილი, რომელსაც ჭირდება ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება. თქვენ ჩართავთ მას და მიყვებით ინსტრუქციას. თუ პაციენტი არის ბავშვი, დააჭიროთ ხელმოკლ ბავშვი. დიახ, აი პაციენტი არის ბავშვი.
გააშიშვით ბავშვის გულკერდი, კერდი და ზურგი. აიღეთ პედები და მიამაგრეთ ბავშვს შიშველკანზე. ჭიდროდ მიამაგრეთ პედები კანზე. არ შეეხოთ პაციენტს, მიმდინარეობს გულის რითმის ანალიზი. არ შეეხოთ პაციენტს, მიმდინარეობს გულის რითმის ანალიზი. შოკი რეკომენდირებულია. შეგვიძლია. არ შეეხოთ პაციენტს. და მოусმინოთ. ყველა გაეცალეთ პაციენტს. დააჭირეთ მოცემცემი შოკის ღილაკს. შოკი მიწოდებულია. დაიწყეთ ზეწოლები გულმკერდზე. თითოეული ხმა თითოეულ კომპრესიას ნიშნავს. დიახ, ითვლის. 10 30 კომპრესიის მერე გამაჩერებს. 20 30 გააკეთეთ ორი ჩავერვა. 1 2 და შემდგომ ისევ აგრძელებთ კომპრესიას, როგორც არის რეკომენდებული, ხო? ანუ მარტივია, დამეთანხმებით რომ მარტივია, ხო? ეს აპარატი აკეთებს ციკლების დათვლას, 5 ციკლის შემდგომ, ანუ ეს ნიშნავს, რომ 2 წუთი გავიდა, გაგაჩერებთ და გეტყვით, რომ ისევ უნდა მოახდინოს გულის რითმის ანალიზი. ანუ თქვენ ის გეუბნებათ ორჯერ, რომ არ უნდა შეეხოთ დაზარალებულს, რადგან თუ თქვენ ეხებით დაზარალებულს, შესაძლებელია პოტენციურად ეს გახდეს მისთვის შეცდომას შეყვანის მიზეზი, ანუ მან იფიქროს, რომ შენი გულისცემა დაზარალებულის გულისცემაა და შოკის გენერირება არ მოახდინოს. მაგრამ იცით ყველაზე კარგი ამ აპარატს რა აქვს? შეცდომის დაშვება შეუძლებელია. ანუ გამორიცხულია და მისი შექმნის დღიდან დღემდე ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, რომელსაც რაიმე ზიანი მიუღია. რადგან თუ კი ეს აპარატი, ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი არ ამოიცნობს გულის იმ რითმს, რომელსაც შოკი სჭირდება, ის შოკის გენერირებას არ აკეთებს. ანუ თქვენ ღილაკს ხელი რომც დააჭიროთ, შეცდომით და არა რაციონალურად, ის არაფერს არ გააკეთებს და დენს აგენერირებს მარტო იმ შემთხვევაში, თუ კი დაზარალებულს ეს სჭირდება. თუ არ სჭირდება, თქვენ ვერ აიზულებთ ამის გაკეთებას. ამიტომ არის უსაფრთხო და მარტივად გამოყენებადი და ამიტომ არის რეკომენდირებული, რომ თუნდაც არ იყოს სამედიცინო განათლების მყოფი ადამიანი, ტრენინგის გავლის შემდგომ ნებისმიერ შეძლება უფლებამოსილება, რომ აპარატი გამოიყენოს, თუ კი ხელი მიუწვდება ამ ასე ვთქვათ აღჭურვილობასთან. ნანო, ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, იმიტომ რომ შემეცნებითი გადაცემაა. ამიტომ მოდი ჩამოვთვალოთ ის ადგილები, სადაც აუცილებელია, რომ იყოს განთავსებული დეფიბრილაციის მოწყობილობა იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს მოთხოვნილება იმისა, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. იცით როგორ არის გული ჩერდება ორი ტიპით. ანუ არის საშოკე გულის გაჩერება და არასაშოკე. ანუ არის ისეთი გულის გაჩერების რითმები, რომელსაც ეს აპარატი სჭირდება. მოკლედ, ფიზიკური დათვალიერებით გამორიცხული და შეუძლებელია, რომ თქვენ გამოიცნოთ ადამიანს საშოკე რითმით გაუჩერდა გული თუ არასაშოკე რითმით. უბრალოდ არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომ ზრდასრულ ადამიანებთან აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც გული უჩერდებათ საშოკე რითმით. ანუ მათთან ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება სიცოცხლის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია. ბავშვთა შემთხვევაში კი ჰიპოქსია, ანუ სუნთქვის გაძნელება არის ის მიზეზი, რაც მეორადად იწვევს გულის გაჩერებას, რადგან გულის რითმის დარღვევები ისეთი სიხშირით ბავშვებში არ გვხდება, როგორც დასრულებში. ეს სტატისტიკა გვეუბნება იმას, რომ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი უმეტესწილად პირველ რიგში უნდა იყოს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს, განსაკუთრებით დასრული და სადაც პოტენციურად მსხვერპლი ყველგან შეიძლება იყოს. სასურველი იქნებოდა თუ იქნებოდა დამონტაჟებული მაგალითად მოლებში, სავაჭრო ცენტრებში, ასევე მეტროსადგურებში იქნებოდა დამონტაჟებული და მსგავსი ტიპის მრავალი ადამიანის თავშეყრის ადგილები. სასტუმროებში აუცილებელი იქნებოდა, რესტორნებშიც კარგი იქნებოდა. თუმცა ზედმეტი არსად არ არის. ანუ აფთიაქშიც რო იყოს დამონტაჟებული რაღაცა ეს განსაკუთრებულად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აპარატის ღირებულება სადღაც შეადგენს 6000 ლარს, ასევე მას ემატება გარკვეული სერვისის ღირებულება, რომელიც არც ისე მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი ღირებულების მატარებელი არ არის. ერთი არის რომ შევიძინოთ, მეორე არის რომ ადამიანები სადაც დავამონტაჟებთ, ფლობდეს მისი გამოყენების უნარებს, ამიტომ საჭირო რომ განათლებაც უნარებს დარწმუნებული ვარ ჩვენი გადაცემის მეშვეობით. შეიძლება კი ბატონო მარტივად, მაგრამ ახლა უკვე დგას იმის საჭიროება, რომ განთავსდეს ეს აპარატები და იმედია, რომ ოდნავ მაინც გარკვეულ წვლილს შევიტანთ იმაში, რომ კი ბატონო რაღაცნაირად მოხდეს ამ აპარატების გაცილებით მეტ ადგილას განთავსება იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. უღრმესი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო თვალსაჩინო მაგალითებისთვის და რა ვიცი, მე პირადად ყოველთვის მაქვს ხოლმე იმედი იმისა, რომ რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება უკეთესი მომავლისკენ და
დღესაც ამ იმედით დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ. დროებით.